მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კაცანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიდეა. ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა იცის, რომ გადაცემის არსი თავისთავად არის სამედიცინო იდეების გაშუქება, ისეთის, რომელიც უკვე განხორციელდა, ისეთის, რომელიც ახლა ხორციელდება და რომელიც მომავალში შეიძლება განხორციელდეს, ვინაიდან სწორედ ეს არის მედიცინის განვითარების, პროგრესის მამოძრავებელი ძალა. ამიტომ ჩვენ დღეს ალბათ ყველაზე შესაბამისი სტუმარი გვყავს ჩვენი გადაცემის მიზნისა და არსისა. ეს გახლავთ მედიცინის დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა, რომელიც რეგენერაციული მედიცინის ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელია, რეგმედი კლინიკა, რომელმაც შეიძლება ძალიან საინტერესო ინოვაციური მეთოდები და მიმართულებები შემოგთავაზოს ახლო მომავალში. ბატონო თენგიზ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის, საღამო მშვიდობისა. მადლობა თქვენ. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ დღეს შევძლებთ ვისაუბროთ მართლაც ჩვენი გადაცემისათვის ყველაზე შესაბამის თემაზე, ეს გახლავთ ინოვაციური, პროგრესული, თანამედროვე მედიცინა და მინდა პატარა ესეთი ექსკურსიც კი გავაკეთოთ ალბათ ისტორიული მაყურებლისთვის, იმიტომ რომ რეგენერაციის ფაქტორი, ფუნქციის აღდგენის ფაქტორი, ის კი არა გაცოცხლების ფაქტორიც კი ეს უძველესი დროიდან ადამიანისთვის საინტერესო იყო, ხომ? ემპირიული მედიცინის დროსაც კი ისინი ცდილობდნენ დაკვირვებოდნენ გარე სამყაროს და ასე ვთქვათ, გამოეყენებინათ ის ცოდნა რეგენერაციისთვის. უამრავი მცდელობა არსებობდა ანტიკურ საბერძნეთშიც, მერე უკვე შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ მაინც ესეთი აკადემიური სახე ამ ყველაფერმა სადღაც მე-19 საუკუნის ბოლოს მიიღო და აი უკვე მე-20 საუკუნის ბოლოს 21 საუკუნის დასაწყისი ხდება რევოლუცია ფაქტობრივად და ყალიბდება მიმართულება, როგორც ასეთი, რომელიც სწავლობს სხვადასხვა უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების აღდგენის მეთოდებს. მათი შემდგომი, ასე ვთქვათ, გამართული ფუნქციონირების მიზნით დაზიანებების შემდგომ. ეს დაზიანება შეიძლება დაავადებით, შეიძლება ტრავმით იყოს გამოწვეული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აღდგენა ზოგჯერ შესაძლებელია, ზოგჯერ შეუძლებელი. და იქ სადაც ჩვენ გვეგონა, რომ შეუძლებელია, თურმე რეგენერაციული მედიცინის შესაძლებლობები ჩნდება. ამიტომ ჩემი პირველი კითხვა იქნება სწორედ რა არის რეგენერაციული მედიცინა, როგორ გაჩნდა ეს იდეა მსოფლიოში, როგორ განვითარდა და თქვენ როგორ აღმოჩნდით ამ მინდორზე. ძალიან კაი კითხვა. საერთოდ უნდა თქვა, რომ რეგენერაციული მედიცინა ეს არ არის მედიცინის ალტერნატივა. ეს უკვე არის დღევანდელი რეალობა. ეს უნდა შეიგნოს ყველამ. და თუ ითვლება, რომ რეგენერაციული მედიცინა ეს არის მომავლის მედიცინა, იმიტომ რომ მისი პოტენციალი არის უსაზღვრო. ჩვენ ამ მედიცინას უკვე ვაშენებთ დღეს. და მე მიხარია, რომ რაღაცა ხდება საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი რამ, იმიტომ რომ ეს არის მაღალი ტექნოლოგიები მედიცინაში და თუ ეს ძალიან სწრაფად ვითარდება სხვადასხვა ქვეყნებში, ხო ამერიკა ლიდერობს ამაში, იაპონია მეორე, იმიტომ რომ ერთ-ერთმა დოქტორ იამანაკამ ნობელის პრემია მიიღო და მხარ შემოუდგა ეგრევე მთავრობა, ინგლისი, გერმანია და სხვა ქვეყნები, ხო? რომ საქართველოშიც არის ესეთი ამის ბუდე, რომელიც იმედია კიდევ უფრო გავრცელდება, ხო და სხვებიც გაჩნდება კიდევ სხვა ცენტრები, იმიტომ რომ დუბაიში მაგალითად 2 ცენტრია უკვე დიდი ამ რეგენერაციულ მედიცინაში გახსნეს და მე დარწმუნებული ვარ კიდევ მეტი იქნება და გავრცელდება იქ. ამიტომ საქართველოშიც იქნებოდა კარგი და მე საერთოდ მინდა თანამშრომლობა ყოველთვის ვეძებ ექიმებს ან კლინიკებს ვისთანაც ვიტანამშრომლობდი. საერთოდ ისტორია დაიწყო იქიდან, რომ უკვე 50-იან წლებში მუშაობდნენ იმაზე, რომ თუდად გადაერჩინათ ონკოპაციენტები, იმიტომ რომ დასხივების შედეგად ხდებოდა მათი მოწყობა, ხო და ამიტომ ერთი იყო ესეთი დოქტორ დონალდ თომას ამერიკაში, რომელიც სულ ეგზისტენცია და ბოლოს 1957 წელს მაგან გადანერგა ძვლის ტვინი.
და აღმოჩნდა რომ ეს იყო სწორი ხედვა და გადაარჩენა ეს პაციენტი და მე ეს გავრცელდა მთელ მსოფლიოში ეს ტექნიკა როცა ანუ დასხივებისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ საჭიროა ამ ისე აღდგენა რეგენერაციის ღეროვანი უჯრედების რომელებიც ხო ნადგურდებას ქიმიოთერაპიის და დღემდე ეს არის ოქროს სტანდარტი მთელ მსოფლიოში. ანუ ეს უკვე იყო ეს პრეცედენტი და მე 90-იან წლებში მე დიდხანს ცხოვრობდი შვეიცარიაში და იქიდან გადავედი გასული საუკუნის ბოლოს მე გადავედი ამერიკაში ბოსტონში და იქ მე მიწვია ერთმა კარდიოლოგმა რომელიც იყო აი წამყვანი ამ სფეროში იყო ნობელის პრემიის კანდიდატი და მაგან შემთავაზე მოდი ვიმუშაო ჩვენ ერთად განავითაროთ და ეს იმდენად ახალი იყო ყველაფერი რომ მე საერთოდ სკეპტიკურად შევხედე საერთოდ და ეს კარდიომიოციტების აღდგენასთან დაკავშირებით თუ ზოგადად გულის აღდგენას რადგანაც იყო ის კარდიოლოგია ამიტომ ხო, ამიტომ ჩაგეკითხეთ, ეს აინტერესებდა. მუშაობდა გულზე, ხო, და მე რადგანაც კარდიოქირურგია მაგას უნდა თამაშობა უნდა რაღაცები ისა რომ ჩვენებიან როგორ განვითარდებოდა ეს გულში და მე სკეპტიკურად შევხედე, მე მეგონა რომ კარდიოქირურგია ეს არის, აი მედიცინის იერარქიაში საერთოდ პირამიდის თავზე დგას და როგორ შეცვლის ამას, როგორ შეიძლება რაღაცა ეს მხოლოდ მაგას შეუძლია სასწავლების მოხდენა და მე ვაღმაყობდი ჩემით კიდევ რაღაცა წვლილები რაც შევიტანე მე ამ სფეროში კარდიოქირურგიაში და მე მაგ პუბლიკაციები ამ ხრივ და როცა დავიწყე მასთან თანამშრომლობა მე დავინახე რომ თურმე აი ეს არის მომავალი და არა რამე სხვა ქირურგიას და ასე შემდეგ და მოხდა იმით რომ ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ ინფარქტულ გულში შევიყვანთ რეგენერაციული აგენტები და რაღაცა ხნის შემდეგ ჩვენ შევამოწმეთ აბა რა ხდება და დავინახე როგორ გავრცელდნენ გაჩნდნენ ახალი კაპილარები ამ მკვდარ ზონაში ეკროზოლში კი და ეს იყო მე მიხდე რომ იმ მომენტში ზუსტად შეიცვალა საერთოდ ჩემს სოფლმხედველობა რომ აი ეს იყო იმდენად არარეალური იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს უნივერსიტეტიდან რომ ორი ორგანო რომელიც არ ექვემდებარება აღდგენაც ეს არის გული და ტვინი ხო და ამ დროს ეს პარადიგმა აბსოლუტურად დაინგრა ანუ მე მიხდი რომ მე უნდა დავივიწყო ეს ყველაფერი რაც ვისწავლეთ გასული მედიცინა რომელიც პირიქით მიშლიდა მე ხო და უნდა მთლიანად შემოტრიალებული ყავა ამი და რო გამეგო მე ეს რა არის რეგენერაცია ეს იყო რაღაც მაგია რომელიც და იყო ბევრი კითხვა ბევრი რაღაცები რა თქმა უნდა გაუგებარი იყო აუხსნელი იყო და ამიტომ ძალიან ნელა ჩვენ მივდიოდით ამ გზაზე ერთ-ერთი ღეროვანი უჯრედი ჩვენ ცენტრში იყო აღმოჩენილი სხვათა შორის ბოსტონში მე კიდევ მოგვიანებით კიდევ სხვა ღეროვანი უჯრედები მე ემბრიონული ისა მე უკვე დაიწყო ჩამოყალიბება მაშინ არც კი არსებობდა ტერმინი რეგენერაციული მედიცინა კი ბატონო ხო და ამიტომ ის ჩვენ ცენტრი გახდა პირველი აი ესეთი რეგენერაციული მედიცინის ცენტრი ბოსტონში და ჩამოდიოდა უამრავი ხალხი თვითონ პაციენტები, ექიმები ძალიან ბევრი მთელ მსოფლიო უამრავი იაპონიიდან და ამიტომ იყო იქ წარმატებული ძალიან სწრაფად დადიოდა ეს სფერო. იყვნენ სინგაპურიდან, იყვნენ საიდან არ იყვნენ, სამხრეთ კორეიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან და ასე შემდეგ, რაც კარგი მე ისინი ბრუნდებოდნენ თავის ქვეყანაში და იქ აგრძელებდნენ. და მე უკვე მეოცე ამ საუკუნის სადღაც 10 წლამდე 2000 წლამდე უკვე გასაგები გახდა რომ მედიცინა ამ მიმართულებით წავა და ამის მაჩვენებელია ნობელის პრემიები ყველაზე მეტი ნობელის პრემიები მიეცა ზუსტად ღეროვან უჯრედებთან დაკავშირებულ სფეროში აი ახლა ხან ხო 2025 წელს დეკემბერში 3-ს მისცეს ხო და თითოეული რაღაც $1,300,000 ხო ამ იმისთვის როგორც ჯილდო მე აქამდე იყო 2012-ში
2-ს მისცეს, მე იყო 2007-ში 3-ს მისცეს და ასე შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ჩავყვეთ ქვემოთ. თვითონ ეს ფაქტი, რომ ეს ყველაზე პრესტიჟული ესეთი პრემია ენიჭება რაღაც გარკვეულ სფეროში გარკვეულ ადამიანს მიუთითებს, რომ ეს მეცნიერება გაყვება ამ მიმართულებას, იმიტომ რომ ყოველ წელს სასწაული აღმოჩენებია ათასობი და იქიდან ირჩევენ მხოლოდ ერთეულებს, იმიტომ რომ თვლი არა მხოლოდ რომ ეს საინტერესოა კარგი, არამედ ის რომ ამ აღმოჩენით ისინი ხსნიან ახალ კარიბჭეს, გესმის ახალ მიმართულებას საერთოდ აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ აი წეგანაც იმიტომ დავიწყეთ ცოტა შორიდან თქვენ ახსენეთ რომ სრულიად შეცვალა თქვენი მსებხედველობა, თქვენი გარკვეული ცოდნაც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ რაღაცა უკვე მოკვდა, ეს პათომორფოლოგიური დიაგნოზია ფაქტობრივად და შეუქცევადია იქ ცვლილებები, აღმოჩნდა რომ ორგანიზმს აქვს რესურსი მაინც რომ იდგინოს სიცოცხლე. საოცრებაა ხო ჩვენ ეს მითებიდან ვიცით, ზღაპრებიდან ვიცით, რომ ხდება ხომ ბოლოს და ბოლოს ბიბლიიდან ვიცით, რომ აი ეს მკვდრის გაცოცხლების ფენომენი სულ მუსირებს კაცობრიობის ისტორიაში და ადამიანის გონში და გამოდის, რომ აი მკვდარი ქსოვილის ჩანაცვლება, მოდი ესე ვთქვათ, ან აღდგენა თუ იქ არის რაიმე რესურსი, ამისი რესურსი ფაქტობრივად შინაგანად ორგანიზმს აქვს. უბრალოდ ჭირდება გარკვეული დამძრავი მექანიზმი. გარკვეული სტიმული და ეს უკვე ფილოსოფიაა სიცოცხლეს, ეს არ არის მხოლოდ მედიცინა. და მე ის მომწონს რეგენერაციულ მედიცინაში, რომ ნამდვილად ეს არის ბიოლოგია, ეს არის ქიმია, რა თქმა უნდა, ეს არის მედიცინა, ეს არის ბიოფიზიკა და ასე შემდეგ, ანუ ბევრი მეცნიერების ერთგვარი ინტეგრირება, იმიტომ რომ გჭირდებათ ეს მეცნიერებები, მაგრამ გჭირდებათ როგორც კვლევებისთვის, აი თქვენ ახლა ახსენეთ კვლევებისთვის დაჯილდოებული მეცნიერები, მაგრამ გჭირდება პრაქტიკისთვისაც. ამიტომ ჩემი შემდეგი კითხვა იქნებოდა ამ მიმართულებით. გასაგებია, რომ რეგენერაციულ მედიცინაში გარღვევა მოახდინა ღეროვანი უჯრედების იდეა. ხო, დაიბადა ეს იდეა, რომ რა თუ აქედან იწყება სიცოცხლე და დიფერენცირება და აქედან ხდება ყველაფერი, რატო არ შეიძლება რომ ეს გადანერგვით ისევ ხელახლა დავიწყოთ. ხო, თითქოს იდეა მარტივი და მართლაც გენიალურია, მაგრამ პრაქტიკაში ამის კონტროლი ხომ არ იქნება იქ სადღაც, იმიტომ რომ გენური ინჟინერიაც ქსოვილოვანი ინჟინერიაც ალბათ აუცილებელი, იმიტომ რომ ხომ არ მოხდება ისე რომ ზღვარს გადავა და ვერ მიხვდება სად შეჩერდეს, ხო? ანუ ეს გულისკუნთის ის ნაწილი უნდა აღდგეს ხოლმე, რომელიც დაზიანებულია და არ გაგრძელდეს შემდგომში ეს. ნუ საკვლევი კიდევ ბევრია, მაგრამ მე მინდა ვიკითხო, ღეროვანი უჯრედების გარდა თქვენ ახსენეთ აგენტები. კიდევ რა მეთოდებია რეგენერაციულ მედიცინაში, რომელსაც აქტიურად იყენებენ დღეს, ან იკვლევენ ყოველ შემთხვევაში, რა რესურსი აქვს მათ აი ამ ჩამრთავი მექანიზმის. ეს ძალიან კაი კითხვაა, იცით? აი ზუსტად ჩვენ აი ეს შიში ქონდა, რომ ჩვენ რასაც ვავითარებდით, ხო, ამ მიმართული ჩვენ როგორც თქვი, ბევრი რაღაცები მაშინ არ გვესმოდა და არ ვიცოდით, არ ქონდა გამოცდილება და ჩვენ ფიქრობდით, კი თუ ჩვენ ჩავთავთ ამ მექანიზმს, თუ ჩვენ შევიყვანეთ ეს ღეროვანი უჯრედების საჭირო ადგილას, როგორ გაჩერდებიან ის, აი ვთქვათ, მაგათ შეაკეთეს რაღაცა, მე როგორ შეჩერდებიან, ხო არ გააგრძელებენ ისინი კიდევ ამ თავის მოქმედებას. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ არა. იცით რა, მაშინ ჩვენ არ ვიცოდით თლად აი თვითონ ბუნება ღეროვანი უჯრედის, მაგრამ გამოირკვა, რომ მაგათ აქვს საკუთარი ინტელექტი, ანუ კაცობრიობაში ჩვენ პირველად კურნავთ ინტელექტი და რა რაღაცა ქიმიური ფორმული დამზადებული ემკვდარი რაღაცა პრეპარატით, ხო, წამლით. ხო, იმიტომ რომ მაგათ ესმით უჯრედების ენა. ისინი მიდიან ამ ძახილზე, როცა არიან ორგანიზმში, ისინი მიდიან იმ ქსოვილებში, იმ უჯრედებში, რომელიც ითხოვენ შველას. ეს არის სასწაული მეცნიერება, იცით რა ძნელია მის გაგება, თუ ადამიანი არის სულ ჩართული სულ სხვა მედიცინაში. ასე რომ თუ ვთქვათ არის პრობლემა ამ ადგილას და თქვენ შეიყვანეთ აქ,
ის არ გაიქცევა იქ სადმე. მიდის იქითკენ, სადაც დაზიანება. სიგნალზე, რომელიც მაგას ეძახის და შეაკეთებს ამას. და გაჩერდება მაშინ, როცა აი ეს მისი მოთხოვნილება იქნება დაკმაყოფილი. აი როგორც ხელოსანი. სრულყოფილების შეგრძნება აქვს ამოჯრედებს, როგორც კი აი ხელოსანი მოვიდა და ეუბნებით იცით რა, აი ბევრი და აქ ჟონავს ის აი იქ რაღაცა შესაღები ეს ისა ხელოსანი ყველაფერს გააკეთებს, მორჩა დაამთავრე მე ყველაფერი გავაკეთე ის. როგორც კი ნახავს რომ უკვე დასრულდა ეს პროცესი. ხო, აბსოლუტურად. ანუ ის დამიზნებით მიდის იმ ადგილას, აკეთებს და ჩერდება. რაც კარგია და იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმშიც ასე ხდება, რომ ყოველთვის როცა ჩდება რაღაცა პრობლემა, ისინი ეგრევე მიდიან ამ სიგნალზე, იმიტომ რომ იქ ეძახიან ის ქსოვილები და ისინი რო უახლოვდებიან, ისინი ელაპარაკებიან ერთმანეთს, გესმით ხდება გამორკვევა, რომ რა მოხდა და რა სახის დახმარება გინდათ, ისინი იწყებენ ჩაერთვებიან ისა და ეძახიან სხვებს, რომ სხვა ღეროვანი უჯრედები მოვიდნენ დასახმარებლად. ამიტომ ყოველთვის თვალისწინებელია, როცა პაციენტი მიდის, როგორი რეზერვები აქვს, რაც უფრო აი ძიმე მდგომარეობაშია, ასაკის გამო, რაღაც დაავადებების გამო, ესე იგი ავტომატურად ნიშნავს მისი რეზერვები დაწეული და ამიტომ გამოჯანსაღება აქ იქნება ძალიან მძიმე ან ძალიან შენელებული. მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ორგანიზმის რესურს მაინც ვერ აღწევს. სწორია, იმიტომ რომ ისინი ეძახიან, გესმით ეს ღეროვანი უჯრედები, მაგალითად პოლიცია, ხო რაღაცა მოხდა, ისინი ვარდება, გამოარკვევს, ხო რაღაცა და მე ურეკავს, იცით, აი ჩვენ გვჭირდება დახმარება, კიდევ მოდით, კიდევ რაღაცა, თქვა დიდი რაღაცა ავტო კატასტროფა მოხდა და ეძახიან იმას სასტრაფოს, ხო რომ დაიხმარონ გადარჩევან და ეძახიან. მაგრამ შეზღუდულია ეს რესურსი. შეზღუდულია იმის და მიხედვით იცით რა, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვიბადებით, ჩვენ სავსე ვართ ღეროვანი უჯრედებით, რომ 6 თვის ასაკამდე ბავშვს რომ მოტყდეს თითი, ის ისევ გაიზრდება, მაგრამ 6 თვემდე. ხო და მე უკვე ნაკლებად დაეცემა მათი რიცხვი ორგანიზმში და როცა ჩვენ ვაღწევთ 50 წლის ასაკს, ჩვენში რჩება არც კი 2% ღეროვანი უჯრედების. აი წარმოიდგინეთ რამდენად ყველაფერი თითქოს დაპროგრამებულია. აბსოლუტურად დაუცველები ვარ და ამიტომ ახლა ძალიან მოდაშია ღეროვანი უჯრედების გადასხმა. თქვა ჯანმრთელი ადამიანი მაგას არჩევს, მაგრამ იცის რომ ეს არის შემცირებული, ამიტომ უნდა შეავსო ყოველთვის შეინარჩუნო და ამ პროცედურით შეიძლება გაცილებით სიცოცხლე ხო ანუ ეს პროცედურები თუ ჩაიტარებს ჩვენთან ადამიანი ხო აი ესე გამოთვლილი 150-ში არის უკვე ეს და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმიტომ რომ ჩვენ ასაკი კი არ კლავ ჩვენ ხო გასვოთ რომ წინათ ხო ადამიანი 35 წლის და რაღაც კლასიკოსებში მე-19 საუკუნის კლასში აღწერდნენ რომ მოვიდა მოხუცი ადამიანი 33 წლის 35 ხო და რაღაცა მაგრამ მე უკვე გაიზარდა ცნობადობა მედიცინა ბევრი რაღაცა ხო კვება და ასე შემდეგ და ამიტომ უკვე მეთხან ცოცხლობდნენ დღეს 100 წელზე მეც ეს ნორმალურია ნახეთ იაპონიაში ამერიკაში შვეიცარიაში სინგაპურში ხალხი ცხოვრობს და ეს ითვლება ნორმალური ანუ ჩვენ თვითონ ასაკი კი არ კლავს ნუ ჯერთი ასაკი ორი არის ერთი პასპორტი ჩვენ ყოველთვის ვიყურებთ პასპორტს აი რო დავიბადე ჩაგვერთხეს ჩვენ იქ ბეჭედი რო დავიბადე ამ დროს და მე ჩვენი ათვლა იწყება იქიდან სინამდვილეში ნამდვილი ასაკი ეს არის ბიოლოგიური ასაკი ხო რომელიც ხო განსაზღვრავს ჩვენს სიცოცხლის ხანგრძლივობას და გარდა ამისა შეიძლება გაგება რა ასაკისა ვართ ანუ თქვენ თუ გასინჯავთ თქვენ ტელომერებს კი ბატონო რომლებიც არიან ყოველ უჯრედში და ჩვენ დნმ-ზე ხო თავის როგორც ფორმა აქვთ მაგათ ის პატარა კუდების ხო იმის და მიხედვით
კოდიანები ხო და თუ ისინი გრძელია ხო ეს რაც უფრო გრძელები არიან ეს ნიშნავს კიდე დიდხანს იცოცხლებთ რაც უფრო მოკლე ესე იგი ნაკლებ იცოცხლებთ კარგი არის ის რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ ეს თუ თქვა შემჩნევთ რომ პატარა აჰა ესე იგი ცოტა დამრჩა მეწლები მაშინ წახმარება გჭირდება სწორია ანუ გადასმაღეროვანი უჯრედების რეჟიმის დანებება მოწევის X-Francis და ასე შემდეგ ხო მე ვარჯიში და ასე შემდეგ და შეიძლება ისე გაზარდონ და რაღაცა ანუ ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი მომავალი ხო ჩვენი ჯანმრთელობა რა თქმა უნდა და რადგან ჩვენ ვიცით რომ ჩვენს ქსოვილებს აქვს თავისი შენაცვლების რეგენერაციის უნარი ხო მაგალითად განს ხო შეუძლია ორ კვირაში 4 კვირაში ხო ერითროციტებს 120 დღეში ღვიძლს 6 თვეში და ასე შემდეგ ხო ახლა გულს ჭირდება მეტი წლები ეგონათ რომ ხოდ ნეირონებს არ შეუძლია ნერვულ სისტემას არ შეუძლია აღდგენა მე გამოირკვევა მე წავიკითხე სტატია რომ თურმე კი უბრალოდ ძალიან შენელებულია ანუ 1 წლიდან 12 წლამდე გააჩნია ხო სიტუაციას გააჩნია საერთოდ როგორი დაზიანება და ასე შემდეგ მაგრამ მაინც არსებობს ამისი ფაქტი რომ თურმე შეიძლება ჩვენ ასე ვიცოდით პერიფერიული განსაკუთრებით ნერვითო დაზიანდებოდა მორჩა და აღარ აღდგება მაგრამ ბოლო წლებმა აჩვენა რომ ჯერ მარტო გამუდმებული ვარჯიშით და როცა არ შეეშვება ადამიანის წლების მანძილზე აბსოლუტურად გეთანხმებით ნელა მაგრამ წლების მერე შეიძლება მაინც აღდგეს თუმცა მექანიზმები ამისი ნაკლებად იყო შესწავლილი და ეხლა მე როცა თქვენ გისმენთ დიდი ყურადღებით ვხედავ რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევით ნაწილს რომ გარდა იმისა რომ ტელომერების და ტელომერაზების აქტივობა იყო ზოგადად შესწავლილი რომ სწორედ იმან დააკონტროლოს ალბათ ეს ნაწილიც რომ დაყოფა არ იყოს ასე ვთქვათ შეუქცევადი პროცესი იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჰენრიეტა ლეკის უკვდავი უჯრედების ასე ვთქვათ მაგალითი როდესაც ერთმა მუტაციამ მოხდა მაშინ არ იცოდნენ რომ პაპილომა ვირუსი იწვევდა საშვილოს ნუსხელის კიბოს და მოხდა უნიკალური უიშვიათესი კომბინაცია ხო ამ ვირუსის გენეტიკური მასალის და კიბოს უჯრედის და აი შეიქმნა ესეთი კომბინაცია რომელმაც მოგვცა აი ეს უწყვეტი დაყოფა და დღემდე ეს არ ვიცი საჩუქარია მეცნიერებისაც იყენებენ ნიადაგად ათასნაირი კვლევებისათვის და აი ეს ანალოგია გამახსენდა ეხლა რა თქმა უნდა იმიტომ რომ შეუძლებელია არ იფიქრო აი კონტროლზე იმისი და ძალიან დიდი მადლობა ამ კარგი ძალიან გასაგები პასუხისთვის რომ ჩადებულია უკვე პროგრამულად ეს სრულყოფილების კოდი და როგორც კი მიაღწევს აღდგენა სრულყოფილებას მაშინვე ჩერდება თუმცა შეცდომები გარკვეული დარღვევები გაუგებრობები თუნდაც ესეთი რაღაცა მუტაციები შეიძლება მაინც ალბათ მოხდეს ხომ ამიტომ როგორია მოდით ახლა გარდაღეროვანი უჯრედებისა ცოტა ვისაუბროთ გენური ინჟინერიის ბუნებრივი აქსოვილური ინჟინერიის შეიძლება ბიომასალების როლზე რომელსაც ასევე ვიყენებთ რეგენერაციულ მედიცინაში რამდენად არის ეს მხოლოდ კვლევის დონეზეა ჯერჯერობით თუ უკვე არის რაღაცა გარკვეული მეთოდები გარდაღეროვანი უჯრედებისა რომელიც პრაქტიკაში დანერგილია იცით რა აი რატომ ამბობენ რომ ღეროვანი უჯრედები კი არა ვთქვათ ღეროვანი უჯრედების რეგენერაციულ მედიცინაში აი რეგენერაციული მედიცინის კოლგის ქვეშ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ბიოაგენტი ისმით არა მხოლოდ ღეროვანი უჯრედი ეს არის ხო ეს არის ღეროვანი უჯრედები ეს არის ეგზოსომები ეს არის სეკრეტომები ეს არის PRP ეს არის PRF ეს არის ნანოპარტიკლები ხო რომლებიც ზრდის ფაქტორების გარეშე რეგენერაციას იწვევენ ეს არის ბიოგელები ეს არის პეპტიდები უამრავია ამიტომ რო არ ჩამოთვალოს არ დაიღალო ამ ჩამოთვლით ამბობენ ბიოაგენტები და თუ უკვე პროფესიონალთან ლაპარაკობ გეკითხება რომელი გასაგები და ამბობ ღეროვანი უჯრედი და თუ კიდე ძალიან ჩახედული ეს ამბობს რომელი ღეროვანი უჯრედი ხო იმდენად არის და იმიტომ რომ ღეროვანი უჯრედები ბევრია იმიტომ ჩვენ ავიღებთ მხოლოდ აი დაბადებისას ხო რომელიც შეიძლება იყოს ხო ეს შეიძლება იყოს პლაცენტიდან ეს შეიძლება იყოს ამნიონური სითხიდან აღებული ეს შეიძლება იყოს ჭიპლარიდან თუ ეს ჭიპლარია ეს არის ჭიპლარის სისხლი თუ ჭიპლარის კედლიდან ხო და ასე შემდეგ ანუ ბევრი ნიუანსია და ამას ვერ
აუხსნე პაციენტს, ანუ ის დაკარგავს გონებას და არ სჭირდება მაგას, ხო, ამდენი ის მაგას უნდა. გაიგოს, რომ აი რა არის, იმიტომ რომ ბევრმა იცის ღეროვანი უჯრედი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი რომელიც გაჩნდა როგორც რეგენერაციული ბიოაგენტი, ამიტომ ესმით. კი, ეს უფრო იციან, ამიტომ ამბობ ღეროვანი უჯრედის იქით კიდევ რა ბიოაგენტებია და ახლობით რომ მე მიყვარ ძალიან ეგზოსომები, იმიტომ რომ ეგზოსომები ის უკვე სხვა დონე, სხვა საფერი, ეს არის ნანო ტექნოლოგია უკვე, იმიტომ რომ თუ ღეროვანი უჯრედი აი წარმოიდგინე ღეროვანი უჯრედზე აზე ნაკლი პატარაა და თუ ეს არის 1 მიმილიონედი, ხო, ეს არის 1 მილიარდედი, იმდენად პატარაა და მაგისტრის დაბრკოლება არ არსებობს, ის შედის თავისუფლად ნებისმიერ ქსოვილებში. ანუ ღეროვანი უჯრედი შეგწევადობა უკეთესია. ღეროვანი უჯრედი ხო ბევრ რაღაცებში, მემბრანებში, ბიოლოგიური მემბრანებში ვერ შედიან. ეგზოსომებისთვის კი შევძლებთ. ანუ ეგზოსომებს თქვენ ვერ დაინახავთ ელექტრონ მიკროსკოპში. აი წარმოიდგინეთ, რამდენად პატარაა. და განსაკუთრებით როგორც არის ნეიროლოგიური პრობლემები და რაღაცა, მე პირველ რიგში ვფიქრობ ეგზოსომებზე და ღეროვანი უჯრედები უბრალოდ დამხმარია და ესეთი იმდენად ამიტომ ის გამყვალავია და ეს შემღწევია, ასე ვთქვათ, მარტივად. სწორია, იმიტომ რომ ეს ეგზოსომები არიან ღეროვან უჯრედში და ისინი პერიოდულად ისვრიან გარეთ, ხო, და ისინი როგორც ბოისკაუტები ეგრევე დარბიან და ეძებენ პრობლემას და როცა ისინი მოძებნიან მაგას და ელაპარაკებიან, ხო, ჩაიხუტებიან, აი წარმოიდგინეთ და იწყება და მე გასაგებია და მე უკვე ეძახის აი მოდი აქ ავარ ჩვენ და ეგ ჭირდები და ისინი მაშინ ყველა მიმართულებით მოდიან აი ამ თავისი მოვალეობის შესრულებისთვის. იცით რა მინდა გკითხოთ რახან ამ მიმართულებით წავიდა საუბარი, მე თან ვცდილობ რომ მარტივად ვისაუბრო და დიდი მადლობა თქვენ ძალიან გასაგებად უხსნით მაყურებელს, მაგრამ აკადემიურ თვალსაზრისითაც მაინტერესებს ბუნებრივია, ამიტომ ეს ნაწილიც ჩავშალოთ სინთეზური და ბუნებრივი ბიოაგენტები რო ავიღოთ და ბიომასალები ზოგადად, რომელსაც იყენებენ რეგენერაციულში. აი როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს ბუნებრივს და რა უპირატესობა აქვს სინთეზურს და რა რისკები შეიძლება კონდეს და რამდენად გამოიყენება პრაქტიკაში თუ ეს ჯერ მხოლოდ კვლევაშია. იცით რა, მე საერთოდ მომხრე ვარ ყველაფერი ბუნებრივის. მე იმ პრინციპით ხო რაც ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი კარგია. ჩვენში არის ღეროვანი უჯრედები, ამიტომ ეს კარგია და არ არის საში ჩვენში არის ეგზოსომები, ამიტომ ეს კარგი არ არის საში ჩვენში ბუნებითია ჩვენთვის. ხო, ისინი სხვადასხვა მინერალები, ვიტამინები და ამიტომ საში არ არის მიიღება. რა შექმნა ადამიანი ეს საშიშია, ხო, ხელოვნურად შექმნილი რაღაცა წამლები, იმიტომ რომ მაგათ ყოველთვის გვერდითი მოვლენები აქვს და თუმცა ზოგჯერ ძალიან საჭიროც არის. ნუ იცით რა, თქვენ რო შეხვიდეთ აი ჩემი დაკვირვებით აფთიაქში ყველაფერს რასაც ხედავთ გარშემო ეს არ არის სამკურნალოდ, ეს არის სიმპტომატური თერაპიის. ხო, რა თქმა უნდა, მაგას ანუ სამკურნალოდ, ამიტომ ჭირდება თქვენ ისევ და ისევ ის რა ჩვენ ჩამოვთვალეთ, ხო? მხოლოდ ამით მოხდება განკურნა და ამან თვითონ ამეცნიერებამ, ამ გაჩენამ რეგენერაციული მედიცინა შეცვალა პარადიგმა, იმიტომ რომ თუ მე-19 საუკუნეში იყო ასეთი მიდგომა, ხო, პარადიგმა, დიაგნოზი, პროგნოზი. მე-19 საუკუნეში მაგალითად თქვენ გაქვთ ინფარქტი, თქვენ მოკვდებით. მე-20 საუკუნეში უკვე გაჩნდა დიაგნოზი, მკურნალობა. თქვენ გაქვთ ინფარქტი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გიმკურნალოთ, ხო, ეს ოპერაცია, წამლები, პროცედურები. და ამ საუკუნეში გაჩნდა აბსოლუტურად ახალი პარადიგმა, ესე იგი პროგნოზი და პრევენცია. თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ ინფარქტი და რომ ეს არ მოხდეს, აი უნდა მიიღოთ ეს. ანუ ისე გაივლის წლები და ეს ხო რომ ვერც კი გაიგებს საერთოდ ინფარქტი. ანუ ბევრი დაავადება გაქრება საერთოდ. ეს იმდენად აბსოლუტურად გამოდმებით თუ აღვადგენთ დაზიანება, მაგით აღობ რაღაცა მიზეზი დაავადებით თუ ტრავმით თუ სხვა მიღებული დაზიანების მაშინა თუ აღდგენა თუ მოხდება პრეკლინიკურ დონეზე ვიდრე კლინიკურად გამოვლინდება. აბსოლუტურად რა, ამიტომ აღდგება და აღარ მექნება სიმპტომი, ხო? სწორია, ჩვენ ბავშვობაში გავსვოთ, დავეცემოდით, დავიჭრიდით, ძვლის და რაღაც სწრაფად მიდიოდა აღდგენა და
ამიტომ ჩემთან სპორტსმენებიც მოდიან. ზოგს რაღაცა ტრამებით, რაღაცის და ზოგი პრევენციისთვის. აი ჩვენთან იყო ერთი ძალიან საყვარელი ერთი მსოფლიო ჩემპიონი ჯედაობაში. ხო, იქ სულ რაღაცა ხო აგრესიული ცოტა სპორტი, ამიტომ უწევს რაღაც დაწემა და რაღაცა. და ამის შემდეგ გითხრა, საერთოდ ვერ ვწნობ რა მეთქივილ, საერთოდ რა იმდენად დაცული ვარ ჯერ ერთი და თუ სერიოზული ეგრევე ხდება, თუ გინდათ კონტების, ამ პრესების და რაღაც ეგ ნებისმიერი შეიძლება ან ძვლების რაღაცა უბრალოდ დარტყმა შეიძლება არ გადაწყვეტ. მაგრამ გრძნობ ამ ტრავმას და ამის შემდეგ ვერც გგრძნობ რამე დისკომფორტს, არა მაქვს არც ტკივილი შეგრძნება, არც იმის იმდენად ხარდაცული. ეს საინტერესო თემას მივადექით, ანუ ნებისმიერი ქსოვილის უჯრედის ორგანოს აღდგენაზე ვფიქრობთ, ხო მართალია რეგენერაციულ მედიცინაში. აქ არ არის რომ მხოლოდ კუნთი, მხოლოდ ღვიძლი, მხოლოდ საქსარი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად. ნებისმიერ ორგანოს აქვს ეს პოტენციალი. დიახ, იმიტომ რომ ჩვენ ხო გაგვაჩინა ღეროვანმა უჯრედმა, ხო? ორი უჯრედი როცა შეხვდა, შეიქმნა ერთი უჯრედი. ეს იყო ღეროვანი უჯრედი, ხო? მერე მაგამ დაიწყო გამრავლება შიგნით და გადასვლა ახალ ხარისხში. და ანუ კუნჩი, თვალში და ამიტომ და ესე დავიბადეთ. ანუ დაბადებისას ჩვენ საბედნიეროდ ვართ სავსე ამ ღეროვანი უჯრედები და ასევე განვითარების დროს ხო მოზოლში ჩვენ გარშემორტყმული ვართ ღეროვანი უჯრედები, ამიტომ როგორც ვახსენე მე თვითონ ხო აი ყველგან არის, ყველაფერში არის ღეროვანი თვითონ ამნიონურ სითხეშიც ხო სავსეა და ამიტომ ზოგი კომპანია იქიდან იღებს ღეროვანი უჯრედებს ხო. ის კი არა ასე რომ ეს უკვე დამტკიცებულია და ანუ თუ მაშინ აქვს დაცვითი ძალიან მაღალი ფუნქცია და ბუნებრივია შემანარჩუნებელი ჯანსაღი ქსოვილის და ორგანოსი, გამოდის რომ არანაირი შეზღუდვა არც ერთი ტიპის უჯრედს, ქსოვილს თუ ორგანოს არ აქვს. ანუ ის ძველი წარმოდგენები, რომ ამას აქვს რეგენერაციის უნარი ამ ორგანოს, მაგრამ ამ ორგანოს არ აქვს. ეს კი ბატონო, რა ხა ღვიძლზე ყველა მიცის, რომ აქვს რეგენერაციის უნარი და ფაქტობრივად ღვიძლის დონაციაში ამან არა, სწორია, მაგრამ თუ არის ჰეპატიტი, თუ არის ციროზი, თუ არის ესეთი სერიოზული, მაშინ უკვე ჭირდება წახმარება, ხო რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენთან მოდიან ესეთი პაციენტები. ან მაგალითად თირკვლევი უკმარისობით, ხო? რომელიც ყოველ მეორე დღეს დიალიზია, რომელიც ელოდება თირკმლის გადანერგვას, ხო? ამის გადასხმით, ხო, ადამიანის სულს აბსოლუტურად იცვლება, რომ იწყება გრძნობს ენერგიას, უკვე უფრო თავისუფლად ადის და დარბის, ის იწყებს უკვე თირკვლები იწყებენ მუშაობას, შარდის გამოყოფას ნელ-ნელა და რაღაცა, ამიტომ აი ეხლა ერთი კითხვა დამებადა, არ მინდა დამავიწყდეს, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში მოვხაზეთ ძალიან გასაგებად რა არის რეგენერაციული მედიცინა თავისი არსით, რა თქმა უნდა, თორე ხა სიღრმეებში ჩვენ ვერ წავალთ ერთი გადაცემის ფარგლებში, მაგრამ რეალურად ჩვენ დავინახეთ მიზანი მისი და შესაძლებლობები და ვენდობით თვითონ ღეროვან უჯრედს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება იქ რაღაცა დამიზნებითი უჯრედის მითითება ან მონიშნა, თვითონ პოულობს, თვითონ აკეთებს თავის საქმეს და ამის იმედად შეგვიძლია შეუშვათ, ხო? კომორბიდობის თემა კითხვა გამიჩნდა ახლა. დაუშვათ თირკმლის გარდა გულიც მაქვს დაავადებული, რომელიღაცა სიზარღვი, თავის ტვინში მაქვს კიდევ რაღაც პრობლემა, ხო? მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული დაავადებები მეორად ცვლილებებს იწვევენ, ხო მერე? თვალში მაქვს და ასე შემდეგ, აი დიაბეტი ავიღო და მივდით უკვე. ძალიან კაი კითხვა, ხო? ანუ რო შევუშვი მაგ ყველაფერი იპოვა, სადაც პრობლემა მაქვს, ხო? სწორია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პაციენტს გამოკითხო საერთოდ რა პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ხშირად მოდიან ისეთები და ამბობენ მე მაქვს აი ეს მაწუხებს. და მე ვეკითხები და კიდევ რა და მე იხსენებს თურმე კიდევ ხო ეს მოხდა ხო კიდევ აი ეს მაწუხებს ანუ მე ყოველთვის მინდა შევადგინო მთელი სქემა დავინახო ხო რა არა მხოლოდ ეს როგორც ხშირად არის რომ პაციენტთან ეს ექიმთან მოდის პაციენტი ეუბნება ეს არის და მორჩა ის მე სხვა არაფერი მეხება მე ვცდილობ ყველა მისი პრობლემა დავინახო იმიტომ რომ აქედან გამომდინარე, მაშინ იქნება უკვე სამოქმედო გეგმა, ხო? რამდენი უნდა შევყვანო, რანაირად უნდა შევყვანო, სად შევყვანო, რა ინტერვალით შევყვანო, ეს რო იპოვოს ყველა ის პრობლემა. ეს არ არის, როგორც ამალი დევს თაროზე აიღებ, მიეცი და რაღაცა. იქ უნდა გამოიყენო ბევრი უნდა იცოდე ყველა ნიუანსი, რომ სტრატეგია იყოს სწორად
ანუ შეყვანის ადგილს გიცვლით, ხო? ზოგჯერ ან ამატებთ. სწორი, აბსოლუტურად, იმიტომ რომ თვითონ ნემსის დიამეტრიც, იმის დამიხედვით, თქვენ რას იყენებთ, ნემსის დიამეტრიც თამაშობს როლს. აი წარმოიდგინე, ისიც თამაშობს როლს, რა წნევით აწვევით, იმიტომ რომ ღეროვანი უჯრედები ეს ცოცხალი არსებაა, გესმით, ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ რაც უფრო თქვენ მეტ პირობებს შეუქმნით, ხო? ანუ ის პირობები, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოგდეს ამ манипуляციების დროს, ხო? იმიტომ რომ თქვენ რო იღებთ ხო მაგას შპრიცში უკვე რაღაცა ნაწილი კვდება. მერე რო შეკავთ, ისევ ნაწილი რაღაც კვდება. მერე რო შედის იმ ადგილას, სადაც საჭირო, ნაწილი კვდება. იმიტომ რომ ეს უჩვეულო პირობები ახალი და მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გადარჩება, უნდა იყოს და თანაც მაგას ღეროვან უჯრედებს ისევ და ისევ ეს არ არის წამალი, რომ შეიყვანენ და დამთავრდა. ეს ცოცხალი არსებაა, რომელიც თვითონ განაგებს და თვითონ გადაწყვეტს, როგორ უნდა იმოქმედოს. ამიტომ ხო იქ მაგას აქვს თავისი ეტაპები, ანუ გაშლა ხდება მათი, ხო? ჯერ როცა შეკავთ, თქვენ ის ახშობს ანთებას, რომელიც ყოველთვის არის, როცა რაღაცა პრობლემები, პათოლოგიები, ეს პირველი მომენტი, ხო, დარტყმა რომ მოაგვაროს. შემდეგ იწყება მოკლე ვადიანი ამისი დალაგება, მომზადება შორეულვადიანი საერთო პროცესისთვის და უკვე ამ პერიოდის შემდეგ იწყება ეს უკვე მუშაობა მოლეკულურ დონეზე. ამიტომ აი სტერეოტიპი რომ აი შემიყვანე და მორჩა, რომ აი მეორე დღეს უნდა ის იყოს. ეს მთლად არ არის, გააჩნია ისევ პრობლემას. ზოგ შემთხვევაში კი ბატონო, სწრაფად მოდის ეფექტი, გააჩნია, მაგრამ თუ ის რთულია, თუ ეს პაციენტი მძიმეა, თუ მაგას აქვს უამრავი სხვა პრობლემა, ხო, მაშინ ეს შენელებულია, მაგას სჭირდება დრო, თვეები სჭირდება, ზოგჯერ თუ ნერვული ის, მაშინ წლები და საჭიროა პერიოდულად შეყვანა, ასე დახმარება ამისთვის. ასე რომ ამიტომ ეს გასათვალისწინებელია, ეს როგორ ჯარი იმუნოდეფიციტების დროს ძალიან ეფექტური ჩანს ეს მეთოდი, მაშინ ასე გამოდის და რამდენად ეს საინტერესოა იმუნოდეფიციტით მიმდინარე ეს იქნება თანდაყოლილი თუ შეძენილი იმუნოდეფიციტის ასე ვთქვათ სინდრომები, რამდენად არის გამოცდილი ეს ბატონთენგის და თუ აძლიერებს იმდენად, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საუბრობთ ფაქტობრივად როგორც ჰოლისტურ მიდგომაზე, ისე კომპენსაციურ და ისე აღდგენითზე ხო მართალია. ანუ ორგანიზმის უნარზე თავად მოახდინოს თავისი რესურსის მაქსიმალური მობილიზება და თავდაპირველ ჯანმრთელ მდგომარეობაში ორგანიზმის დაბრუნება. შესაბამისად, თუ არის იმისი ლოგიკურად რომ მივყვეთ საშუალება, რომ თუ მე ჩემი პრობლემა არის იმუნოდეფიციტი, განპირობებული ამით და ამით. შესაბამისი ღეროვანი უჯრედების თუ სხვა აგენტების შეყვანით, რომელიც დაძრავს პროცესს, მოხდეს აი ამ უნარის ასე ვთქვათ გამოსწორება. აბსოლუტურად, ძალიან კარგი კითხვა, რომ სწორი, იმიტომ რომ ზოგი მეცნიერი თვლის, რომ საერთოდ ჩვენი პრობლემები, ხო, ეს არის მეტაბოლური პრობლემები, ეს არის მიტოქონდრიების სტატუსი. და ამიტომ თუ მიტოქონდრიები კარგ ფორმაშია და შეუწყობთ მაგას ხელს, რომ ბევრი იმას გამოაკეთებს. ამიტომ არის პოპულარული გახდა NAD+, რადგანაც ისინი უშუალოდ მოქმედებენ, ეხმარებიან მიტოქონდრიებს და ისინი აძლიერებენ და მიტოქონდრიები თვითონ ითვლებიან ერთ-ერთი რეგენერაციულ აგენტად, იმიტომ რომ თავისი მოქმედები ისინი ეხმარებიან. ანუ ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ მიტოქონდრიები არის დათრგუნული ეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ბევრ რაღაცებში, ხო? და საჭირო ამოქმედება და ჩვენ ძალიან კარგი, ამიტომ შედეგები გვაქვს, ვინც მოდის ასეთი სიმპტომით, ან ასეთი დიაგნოზით, ანუ ერთი თერაპიით ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ მთელი აი ორგანიზმის სტატუსი, მისი მიტოქონდრიები. ანუ მისი ბრძოლის უნარიანობა ფაქტობრივად დავაბრუნო და მე ჩაერთვება ის ქსელური მექანიზმი, რომ მე შენ ამაში დაგეხმარ და ეს მე თავის საქმეს თვითონ აკეთებს, იმიტომ რომ უფლისგან ესეა დალაგებული, ხო? ჩვენ ორგანიზმში ჩადებულია ფაქტობრივად ყველაფერი და იმ შემთხვევაში, როცა რაღაცა მოიშლება, აქ მთავარია ვიპოვოთ სად მოიშალა, რატომ მოიშალა და რა ტიპის დახმარება ჭირდება. რატო დავსვიცით ეს კითხვა? იმიტომ რომ აი თქვენ ახლა ახსენეთ ერთ მომენტში ასაკთან და დაუშვათ კომორბიდობასთან დაკავშირებული ფაქტორი, რაც შეიძლება შეანელოს ეფექტის დადგომა.
მაგრამ პაციენტმა თუ ეს ყველაფერი ესე კარგად არის, შეიძლება ვერ გაიგო, მოვიდა დიდი იმედით, ჩაიტარა რაღაცა მკურნალობა, ელოდება რომ მართლა მეორე დღეს წამოხდება, გაიქცევა ეს არ ხდება და ამიტომ ვერ გაიგოს, იმიტომ რომ ამ დონეზე არ ესმის მას ბიოლოგია, ფიზიოლოგია, ანატომია და აი ეს თავისებურებები, რა თქმა უნდა, რეპარაციული პროცესების, რომელიც ბუნებრივად დევს ჩვენში. აი, რამდენად შეიძლება არსებობდეს უკვე თქვენი გამოცდილებით, კვლევებზე დაფუძნებით გარკვეული ალბათ რაღაცა სქემა, რომელი დაავადებების ან რომელი ორგანოების შემთხვევაში დგება დაუშვათ ეფექტი უფრო გვიან, ერთ თვეში, ორ თვეში, რამოდენიმე წელიწადში, რომელი დაავადებების დროს ეს შეიძლება რამოდენიმე დღეში ან კვირაში მოხდეს. რაიმე ასეთი თუ არსებობს, ანუ არა ასაკთან შეჭიდული პრობლემა, რომ მე ასაკის გამო მაქვს დაქვეითებული რეპარაციის უნარი. არამედ დაავადებებთან, ნოზოლოგიებთან, დაზიანების ხარისხთან შეჭიდული რეპარაციის უნარის. გავიგე, ძალიან კაი კითხვა ხო, აბსოლუტურად სწორია, ხო, გააჩნია ეს პრობლემას. თუ ეს არის სახსროვანი, პერსონიფიცირებულ მაინც მედიცინამდე ხო, სახსროვანი თუ არის, ხო, ჩვენ ანუ პროცედურის შემდეგ, რომელიც არის ხანმოკლე, ხო, უმტკივნეულო პრობლემა ისგება და შეუძლია დატოვოს თავისი ყავარჯენი, თავისი ისე წავიდეს თავისი თუ არა და მეორე დღეს ძალიან სწრაფია. თუ ეს არის რაღაცა ფილტვების პრობლემა, მათ შორის ქოდი, ხო, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და როცა მოდიან აპარატებით, ხო და ამ ჟანგბადის მიწოდებელი აპარატი, ამის გარეშე მაგათ არ შეუძლია სიცოცხლე და მით უმეტეს გადაადგილება. და ანუ ამ პროცედურის შემდეგ ისინი ტოვენ აპარატს, არ ჭირდებათ. ანუ აქაც სწრაფია. სწრაფია, ანუ დგებიან, როცა მთავრდება პროცედურა, ისინი დგებიან, უყურებ აი ჟანგბადის სატურაციას, თუ იყო ეს სადღაც თქვა 80, ხო? ნუ ხდება 96. ხო, მაგრამ აი ხა ქოდის არსი ხო მაინც ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნა, როგორც ბრონხებში, იმიტომ რომ კოკოა ბრონხოექტაზური დაავადებაც არის და ფილტვების ემფიზემაც არის და აი ამ შემთხვევაში ეს სწრაფად ამისი აღდგენა ქსოვილის ალბათ არ ხდება, უფრო ალბათ ხდება. სწორია, როგორც მე გითხარით, იმიტომ რომ ეტაპობრივია ღეროვანი უჯრედების, ხო, ამ იმის მოქმედება და ჩვენ ამიტომ ისინი პირველ რიგში, ხო, ისინი ახშობენ ამ ანთებას და იწყებენ უკვე მუშაობას და რაღაცა სწორია, ანუ ისინი ალაგებენ ყველაფერს ისა. მაგათ არ უნდა ასწავლოთ, მაგათ იციან ღეროვანი უჯრედები, ჩვენზე უკეთესად ყველა, ჩვენ უნდა ვკითხოთ მაგათ. როგორაა ეს გასაკეთებელი, იმიტომ რომ ისინი თვითონ იბადებიან ამ სიცოცხლესთან, ხო, ჩვენთან ერთად. ამიტომ და მათი გაჩენილია, როგორც დედამიწის ყველაზე კარგად თავისი შვილის, ხო, ამბავი, არა ხასიათი, მისი პოტენციალი და ასე შემდეგ, ასე ღეროვანმა უჯრედმა იცეს ყველაზე კარგად ამ თვითონ. და ამიტომ არა ეს პაციენტმა უნდა იცოდეს. მე ყოველთვის პაციენტს ვუხსნი რა და როგორ, მაგრამ გააჩნია პაციენტის საერთოდ შეგნების და განათლების დონე, ამიტომ მე ყოველთვის მაინტერესებს რა განათლება აქვს, ბექგრაუნდი როგორია, რომ მე ვიცოდე რაინით ველაპარაკო, რომ მაქსიმალურად ავხსნა, იმიტომ რომ მე ერთ პაციენტს ვუხსნიდ რაღაც და არ მეთანხმებოდა და მე გამოირკვა რომ არ იცოდა განსხვავება ხერხემალსა და მენჯბარძაღის სახსარ შორის, ხო, და როცა ის ხო, ამიტომ ზოგჯერ მოდის თვითონაც ეს განათლებული დამთავრებული რაღაცა უნივერსიტეტი, მაგრამ მაინც არის მის ეუბნები ერთს და მე გადის რო რაღაც პრეტენზიები, რაღაც ისინი კითხვები, რომელიც გაგვირგვებს. ხო, ამიტომ ვიკითხე სხვათა შორის, იმიტომ რომ საკითხი იმდენად რთულია, ცოტა სხვანაირ გლობალურ ხედვას, აზროვნებას ითხოვს, აი რწმენას ითხოვს, იცით იმაში, რომ ადამიანის ორგანიზმს თავისი რესურსი აქვს და ეს ყოფილი თავისით მოხდება, უბრალოდ ჭირდება ამას დამძრავი მექანიზმი, ღეროვანი უჯრედის თუ სხვა ზრდის ფაქტორის თუ ბიოაგენტის შეყვანით და ამ შემთხვევაში თუ პაციენტს არ ესმის, რომ რამდენიმე შეყვანა ჭირდება, ან რამდენიმე სხვადასხვა ადგილიდან ჭირდება შეყვანა, ან ელემენტარულად დრო ჭირდება, უნდა დაელოდოს, შეიძლება მაშინვე თუ არ მიიღო ის ეფექტი, ან ერთჯერადი შეყვანით თუ არ მიიღო ის ეფექტი, რასაც ელოდა, გარკვეულწილად უკმაყოფილო დარჩეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი თემაა, რომელზედაც
ესეთი ტიპის რაღაცა ახსნა, ლექციები, საინფორმაციო მასალები ალბათ საჭიროა და რახან აი ამ თემას მივადექით, მინდა გკითხოთ უკვე უფრო აკადემიურ ხაზზე. არის თუ არა თქვენი კლინიკა, თქვენი ცენტრი შექმნილი მხოლოდ მკურნალობისთვის, პრაქტიკული საქმიანობისთვის, თუ აი სწორედ კვლევითი ბაზა რო გახდეს, სასწავლო ბაზა რო გახდეს, იმიტომ რომ რეგენერაციული თერაპიით რო დაინტერესდეს ექიმი, რომელმაც დაამთავრა დაუშვათ სამედიცინო, ანუ მუშაობდა უკვე კარგა ხანს რაიმე სფეროში და დაინტერესდა უნდა. მან გადამზადება უნდა გაიაროს ბუნებრივია, ხო? აი რამე დიპლომის შემდგომი განათლების კურსები თუ არსებობს, სპეციალობა ან სუბსპეციალობა კვალიფიკაცია თუ არსებობს რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტის უკვე უცხოეთში, თუ ფიქრობთ რომ აქ გააკეთოთ მსგავსი სასერტიფიკაციო კურსი გადამზადებისთვის, რა თქმა უნდა. და თუ ფიქრობთ სამეცნიერო კვლევითი პროექტების დანახვას. მე ზუსტად ეს ჩაფიქრებული მქონდა, რა თქმა უნდა, როცა სანამ ჩამოვიდოდი, მე მქონდა გეგმა, რომ მე დავაარსებდი ცენტრს და ცენტრი თვითონ ნიშნავს, რომ იქ რაღაცა კვლევა მიმდინარეობს, რაღაც მეცნიერული ისე მე მინდოდა ლექციების კითხვა უნივერსიტეტებში, მე მინდოდა დაპატიჟება ამ პროფესორების ან სტუდენტების ჩვენება, იმიტომ რომ თელ მსოფლიოში, ანუ თქვენ ვერ ნახავთ დღეს დიდ უნივერსიტეტს ან ჰოსპიტალს, რომ იქ არ იყოს აი სწავლება ღეროვან, ეს შეუძლებელია, ეს რო ვთქვათ 30-40 წლის წინ რო არ დაიწყო უკვე ხალხს ლაპარაკი მასიურად, ხო, კომპიუტერებზე. აი საბეჭდი მანქანა გვაქვს, საწერ კამერა, საჭიროა კიდე რაღაცა, იმიტომ რომ ეს ცვლის მთლიანად, ეს ყველა მაღიარა დიდმა ბიზნესმენებმაც. თვითონ ბილ გეიტსი ხო დი ფორუმიდან გამოაცხადა, რომ მომავალი უკვე Microsoft-ი კი არ არისო, ეს არისო ბიოლოგიური მედიცინა, ანუ რეგენერაციული მედიცინა, ღეროვანი უჯრედები და სხვა აგენტები იმდენად დიდია და ყველა ზუსტად თვითონ ის კი არა ინვესტიციებს თავაზობენ, აი თუ გინდა თქვენ დიდი მოგება ნახოთ და ეს არის რეგენერაციული მედიცინა. ექსპერტების თვლით ხო სადღაც 5-10 წელიწადში საერთოდ რეგენერაციული მსოფლიო მარკეტი მიაღწევს 9 ტრილიონს. ასეთი არნახული ნებისმიერ სხვა რაღაც იმაში, არც ისტორიაში, მედიცინაში არ რამე სხვაგან იმდენად დიდი. აი აქ ერთი ბუნებრივი კითხვა მიჩნდება ბატონო თენგის. თქვენ იცით რომ ჩვენ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ, აი ესეთი დიდი კვლევებისთვის, რა თქმა უნდა და ზოგადად საქართველოში კვლევითი პოტენციალის განვითარება მტკივნეული თემა, იმიტომ რომ ყავს უნიჭიერესი, უჭკვიანესი ძველი თაობიდან თუ ახალი თაობიდან მეცნიერები და ისინი იძულებულია უფრო მაინც მცირე მასშტაბიანი კვლევები ან ძირითადად მესამე-მეოთხე ბაზის კვლევები ატარონ, როცა კლინიკურ კვლევებზე ვსაუბრობთ და ეს ძირითადად განპირობებულია, როგორც გითხარით, არა რაიმე სხვა პრობლემით, არამედ მაინც უფრო ფინანსური საკითხებით. აი რატო დაბრუნდით ასეთი შედარებით უფრო მძლავრი მდიდარი ქვეყნიდან საქართველოში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ აქ ცოტა გაგიჭირდებათ მაინც ამ ფინანსური, ასე ვთქვათ, რესურსის მოზიდვა, ესეც სერიოზული სამეცნიერო კვლევებისათვის, რა თქმა უნდა. კი, იცით რა, ალბათ ფესვები ამ აზრის ალბათ უნდა ვეძებოთ შორეულ წარსულში. მე სკოლის პერიოდში მეტაცებდა ანტიკური მწერლები, ტაციტუსი, სვეტონიუსი, ჰეროდოტე და პლუტარქესთან არის აღწერილი ერთი რომაელი ლეგიონერი, რომელიც წერდა შორეულ უცნობ მიწაზე, როცა ღამდება, მე ვშლი ჩემს კარავს და ეს კარავი არის ჩემი რომი. და უცხოეთში რომ მოხდი, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, რომ მე უკვე წავედი საქართველოდან. და იქ მე ვიგრძენი, როგორ მენატრებოდა სამშობლო, ანუ ეს დეფიციტი სამშობლოში ყოფნი შენს ქვეყანაში, ხო იმ სივრცეში, რომელშიც შენ დაიბადე და როგორც ღეროვან უჯრედს ხო იბადება და მაგას ჭირდება ილტვის მაინც თავისი კიბა. ეს ყოველთვის დამყვებოდა და მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს მე დაბრუნდებოდი ისევ საქართველოში, მაგრამ ისე კი არა, როგორც პენსიონერი, ადამიანი, რომელიც რამე ღირებულს შექმნის, ხო, რომელსაც შერჩებოდა ქვეყანას ხალხს, წაადგებოდა.
და იმიტომ რომ მე თავის დროზე მე სულ ცდილობდი კიდევ 1996 წელს მე შვეიცარიიდან ჩამოვედი ნახევარი ევროპა ჩემს უკან იდგა და მე ხმარი ბევრი კომპანია ხო ჩართული ამერიკული კომპანიები Delta Airlines, მერე ისა Coca-Cola და რაღაცა რომ ის დებდნენ და ისა რომ გამეშენებინა აი მსოფლიო დონის კარდიოქირურგიის ცენტრი. იმიტომ რომ მე მქონდა ძალიან კარგი გამოცდილება, ჩვენი ცენტრი ითვლებოდა ნომერ პირველი ევროპაში, მე მგონი მსოფლიოში, იმიტომ რომ ჩამოდიოდნენ ძალიან ცნობილი ხალხი ყველა ჩამოდიოდა ჩვენ ცენტრში და იქ იკეთებდნენ ყველანაირ ოპერაციებს, 4 ვერტფრენი იჯდა სახურავზე, წარმოიდგინეთ იმდენად ეს იყო როგორც კოსმოსურ ხომალდში ყველაფერი ეს. და მე მინდოდა მის გაკეთება, მე ჩავარდა აქ ის არ იყო ის დრო ამისთვის მზად ჯერ არ იყვნენ. მე კიდევ უკვე ამერიკაში რო გადავედი, იქიდან ჩამოვედი მე სულ პრეზენტაციებს ვაკეთებდი, რომ აი ამოდის ახლა მომავლის მედიცინა. მიდით, მიხედეთ ამ მე დაგეხმარებით თქვენ იქიდან, თანაც მე პროფესორი ვიყავი ეს ტაფტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდი, ჰარვარდის უნივერსიტეტში მე მქონდა ძალიან კაი კონტაქტები, ანუ ყველა წამყვანი სპეციალისტი, ვინც არის რეგენერაციულ დარგში, გინთ ეგზოსომებში, მე ნობელის პრემიის ლაურეატები თვითონ ვინც მიიღეს ამას არიან ჩემი ხო ან მეგობრები, ან ძალიან ახლობლები, ან ადამიანები, რომელთაც მე შემიძლია დავურეკო ვკითხო და რაღაც და კონფერენციებზე ჩვენ ყოველთვის ძალიან ხშირად ვხვდებით, ხო, და ვსაუბრობ და მე ვგებულობ უფრო ადრე სანამ ეს გახდება ცნობილი საზოგადოებაში, იმიტომ რომ ამ თავის პირადულ ურთიერთობებში ხო რაც მე მშველის და ზუსტად მე ვიფიქრე რომ ჩამოვალ ის იქნება მე და როცა მივხვდი რომ შეუძლებელია ეს თვითონ უნდა შექმნა რაღაცა, ამიტომ ვიფიქრე რომ მორჩა ეს დრო მოვიდა მე უნდა შექმნა რაღაცა და ეს იქნება სწავლება, ეს იქნება ეს აკადემიური ეს დონე, ეს იქნება მიღწევები სხვა და ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ საქართველოს აქვს ამის პოტენციალი. საქართველოში არ არის ის ბარიერები, რომ ვერ გააკეთო ჯერ ერთი და მე ანუ თავისი ლოკაციით ასევე არის ძალიან ესეთ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ხო, ევროპა ძალიან ახლოს არის ეს ეს არაბული ქვეყნა აზია და მე მიკავშირდები ტურიზმისთვის გადასარევია. აბსოლუტურად ხო და იმიტომ რომ ამერიკიდან მე მიკავშირდებიან და მითხრეს რომ მოდით გავხსნათ თქვენ ცენტრზე. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ამოვდივართ სოფლიო მასშტაბით 5 ილში შევდივართ. რაღაცაში პირველ ადგილას, რაღაცაში მეორეჯერ რაღაც. ამიტომ ისინი რო პოულობენ, ხო, ისევე როგორც პაციენტები პოულობენ ჩვენ და ჩამოდიან შორეული ამერიკიდან და კანადიდან. კი, რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ ახლა დასავლეთში ლოკალიზებული ამერიკაში ახლა აქეთ ვითარდება ეს იაპონია, ჩინეთი, კორეა და სადღაცა შუაში ცენტრი არ აქვს. ნუ ერთი ისრაელი შეიძლება ავიღოთ. აქ ჩვენ ცენტრი არ აქვს. მე ვამბობ, აი სიმძიმის ცენტრი რო ავიღოთ, სამედიცინო მომსახურების, კვლევის, მეცნიერების და აი საქართველოს ამიტომ არაბებიც დამიკავშირდნენ და თქვენ ჩვენ გვინდა თქვენს ბაზაზე შექმნათ სოფლიო დონის ან თავისი ძლიერი პოტენციალით, ხო, თავისი ლაბორატორიით. იაპონელები, რომელთაც უზარმაზარი ეს კომპანია აქვს, ისინი გამომიგზავნეს წერილს აინტერესებს, რომ ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ იაპონია მაინც ცოტა შორს მაგათ უნდა საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს უკვე და გადაფარავდა ევროპას და ბევრი მხარეს და რაღაცა, ხო, და ამიტომ საინტერესო, მაგრამ ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყნის საკმაოდ დიდი წვლილი იქნება. უზარმაზარი ეს არის იქნება მხოლოდ იცით რა, ის გადაფარავს ძალიან ბევრ სფეროს, ეს არ არის მხოლოდ მედიცინა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი რაღაცა პაციენტები, ეს არის ასევე ეკონომიკა, ეს არის პოლიტიკაც შედის, ეს არის პრესტიჟი ქვეყნის, ეს არის ინვესტიციები, იმიტომ რომ მე მასოს ერთ დიდ ინვესტორს ველაპარაკებოდი და რაღაც ერთ ქვეყანაზე ლაპარაკობდა, აი წარმოიდგინე, ეგ რეგენერაციული მედიცინა გახსნეს თუ ასეთი დონის მაღალი ტექნოლოგიები თუ გახსნესო ეს სანდო ეს ქვეყანა და ამიტომ მე ჩავდებო მაგრამ სხვა მეცნიერებების აი ბიოლოგიის, გენური ინჟინერიის, ფიზიკის ამ ყოფის განვითარებასაც უწყობს ხელს და აი ხა რეფორმებზე რო საუბრობ ზუსტად სასკოლო თუ უმაღლეს განათლებებს ეს რეფორმაც მაგაზე აეწყობა იმიტომ რომ სკოლიდანვე უნდა გამოზარდო ბავშვი და ინსტიტუტშივე უნდა ასწავლო ანუ სწორია ჯერ ერთი ეს უფრო იაფი იქნება ამ თერაპიის გამოყენება უფრო იაფი იქნება ვიდრე ტრადიციული მედიცინის ხო რაღაცა თქვა საბოლოო ჯამში
უფრო იაფია ხო? იმიტომ რომ თქვათ ერთი სახსარი ხო ღირს 1500 ლარი ვთქვათ, ხო? ნუ იქ სხვადასხვა ფაი გააჩნია. ამ დროს ოპერაცია წარმოიდგინეთ რა ღირს რამდენი ხო 1000 და 1000 ღირს ხო? იმიტომ ეს თუ პროტეზირება გინდა. მე რეაბილიტაცია გართულებები. იგივეც რო ღირდეს და ნაკლებიც ხო, აი ამას ვამბობ, იქ არ არის სრული განკურნება, იმიტომ რომ მე მაინც ჭირდება რეაბილიტაციაც და აბსოლუტურად ხო და ამიტომ პაციენტი მოდის, უკეთებ მიდის. მორჩა შეიძლება ჩვენ არის ხოლმე შემოიერბენს რამე პრობლემით თქვა სამსახურიდან ეს შესვენება რო აქვს გაიკეთებს და ბრუნდება სამსახურში ისე რომ ვერც კი ამჩნევენ რომ თურმე ასე ჩაიტარა ასეთი მნიშვნელოვანი პროცედურა მისი ჯანმრთელობისთვის იმდენად ეს არის სწრაფი ეფექტური და უპრობლემო ძალიან სასიამოვნოა და მე მიხარია რომ ჩვენ ვეცადეთ დაგვენახა რეგენერაციული მედიცინა არა მხოლოდ თეორიული განმარტებითი დეფინიციური ასე ვთქვათ კუთხით არამედ მისი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ ჩვენ აღვნიშნეთ რომ არ არსებობს უჯრედი ორგანო სისტემა რომელთანაც შესაბამისი რა თქმა უნდა შერჩევის საფუძველზე ჩვენ ვერ მივაღწევთ დამცრავ მექანიზმის როლს ასე ვთქვათ და არ დაიწყება ორგანიზმის მიერ თავისთავად გამოჯამთელების პროცესი. ანუ პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან ხარჯთეფექტურია და კლინიკურად სასარგებლო, მაგრამ ამავე დროს დავფარეთ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი თემაც, რომ თუ ჩვენ ვიმოძრავებთ სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო პოტენციალის გაძლიერების კუთხით და მართლა ეს ცენტრი არ იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგმედი კლინიკა, არამედ უკვე რეგენერაციული მედიცინის ასე ვთქვათ ჰაბი გახდება, აი ჩვენს ლოკაციაზე, აქ შეიძლება საინტერესო საერთაშორისო კავშირების, რა თქმა უნდა, ჩართულობი და პარტნიორების საინტერესო გახდეს უკვე როგორც სხვადასხვა მეცნიერებების, ბიომეცნიერებების, სასიცოცხლო მეცნიერებების განვითარების, ასე ვთქვათ, ცენტრი, როგორც ვთქვით, საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმებსაც შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ სასიცოცხლო მეცნიერებების სწავლება ალბათ სხვა კუთხით უნდა წარიმართოს უკვე, როდესაც ჩვენ სხვანაირად მოაზროვნე მოქალაქეები გვჭირდება, რომ მიიღონ. ერთია რომ შეიძლება განვავითარო რაღაცა, მაგრამ არ იხმარებ რა ხელსაყრელს აუნჯესა და ბაროლსაო მისი არ იყოს. შეიძლება კონდეს ასეთი, მაგრამ თუ მოსახლეობა არ არის გასწავლული და გათვით ცნობიერებული და ვერ გამოიყენებს ამ სიკეთეს მარტო უცხოელი ტურისტისთვის იქნება ესეც რა თქმა უნდა არ იქნება სწორი და ერუდირებული მოსახლეობა. აბსოლუტურად რა თქმა უნდა აქ საჭიროა და აუცილებელია მთავრობის თანადგომა. აი ეს მინდოდა ვთქვა დიახ. იმიტომ რომ ეს იმდენად დიდია. აბსოლუტურად, იმიტომ რომ და მე წერილებს წერდი და ვხსნიდი რამდენად მნიშვნელოვანია აი ეს პროექტი ქვეყნისთვის, ხო? ქვეყნისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ხო? და გავგზავნე ყველა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრიც ვინც იყო, ხო იცვლებოდნენ ისინი, არავისგან მოსულა პასუხი დღემდე რა იმდენად ისინი ვერ ხედავენ ამაში ინტერესს, ხო, დასაწყოთია ძალიან, ხო. ამიტომ დარჩა, იმიტომ რომ როცა იამანაკამ დოქტორ იამანაკამ იაპონიაში მიიღო ნობელის პრემია, მაშინ მთავრობა იაპონიის მიხვდა, რომ რამდენად დიდი საქმეა თურმე ის, რასაც აკეთებდა. ეგრევე დაუკავშირდნენ და უთხრეს რამხელა დახმარება გინდა, რამხელა ბიუჯეტი, რო ჩვენ შექმნათ ცენტრი, რო ყველანაირად შეგეწოთ ხელი, იმიტომ რომ გამოთვალეს, რომ რადგანაც იაპონიაში ბერდება მოსახლეობა, ხო დიდხანს 100 წელზე მეც ბევრი ცოცხლობს. ამიტომ კი არის ეს ცოცხალი ადამიანი, მაგრამ მაგას შეიძლება დახმარება, იმიტომ რომ სტიება სახსრები, სტიება იქ რაღაცა ისა და ამიტომ ამაზე მიდის უზარმაზარი თან მილიარდები და მილიარდები და მილიარდები, ხო? მიდის ამაზე და როცა გამოთვალეს სწორია, და ამიტომ გამოთვალეს არაჯობია, მე ვისაც აქვს ეს პრობლემები, ალცჰაიმერი, დემენცია, სახსრების პრობლემები, დიაბეტი და ასე შემდეგ, შეუყვან, რომელიც აბსოლუტურად არ არის ძვირი, გამოკეთება და არ დაჭირდება, მაშინ თავის თავს მოუვლის ეს მოხუცი ადამიანი. ნამდვილად, მაგიტომ ვამბობ, ეკონომიკური, ასე ვთქვათ, სარგებელი და ზოგადად კლინიკური სარგებელიც იმდენად დიდია, რომ შეუძლებელი არ იყოს ამ ხრებ ხარდაჭერა და რაღაც თქვენ რო საუბრობდით, არ მინდა უბრალოდ დამავიწყდეს თქვა, რომ აი თქვენ რომ ბრძანეთ, რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი პრევენციული მედიცინის კუთხით დავინახოთ, ესეთი აზრიც გამიჩნდა, იცით, ეხლა რა თქმა უნდა, როცა კვლევებით დასაბუთდება, სკრინინგი შეიძლება კი მერე შემოვიდეს, რახან დათვლადია ღეროვანი უჯრედები და ნახოთ ვის რა პოტენციალი გვაქვს და თუ ხედავთ, რომ ძალიან 50 წლის ასაკში კი არა,
მაგალითად ბატონო 30 წლის ასაკში დამრჩა მარტო 2%. სხვადასხვა მიზეზების გამო, იმიტომ რომ ბევრი დაავადება გადავიდა. ანუ მე მეცოდინება რომ უკვე ამ პერიოდიდან შემიძლია მივიღო თერაპია, ხო, რეგენერაციული და ავიცდინო ის დაავადება, რომელიც აფკამინგ რო თქვენ, აბსოლუტურად ესეთი სკრინინგის თემა აბსოლუტურად საინტერესოა. იმდენად რეალურია და იმდენად ადვილია, რომ ამის შექმნა და გამოყენება, ნუ უბრალოდ ალბათ დანაშაულია, ხო? და კვლევისთვისაც საინტერესოა ეთნოსურათი შეიქმნება, რომელ პოპულაციაში რა დაავადებები. 2019 წელს მსოფლიო მასშტაბით 60,000 კლინიკური კვლევა იყო. 60,000 და ყოველ წელს მხოლოდ უბრალოდ მე შევხედე სტატისტიკას და სულ ყოველთვის დიდია. მხოლოდ ამერიკაში ყოველ წელს 4,000-დან 6,000-მდე კლინიკური კვლევები ამ დარჩა. ნებისმიერი ზოგი თვალებზე, ზოგი იმაზე, ნებისმიერ იმაზე ხო რაღაცა და ხედველობაზე ალბათ ძალიან სმენაზე. ყველა ნების დარგი არ დარჩა მედიცინაში, სადაც ეს არ შევიდა, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია და თუ შენ არ იმუშავებ ამაზე, თუ არ გააკეთებ, ესე იგი შენ ჩამორჩი. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ქონდეს კომპიუტერი კი არა, ბეჭდავდეს საბჭოთა მანქანა. არა, ნუ ახლა ხო ვამბობ სიბრმავე იქნება ეს მსმენის დაქვეითება თუ სიყრუე და ასე შემდეგ ეს. გულის პრობლემები ხო ის ბავშვობიდან რაც უბრალოდ ცხოვრების ხარისხს ანადგურებს. წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს უბრუნებ თვალის სინათლეს თუ რეგენერაცია მოხდა იმ დაზიანებული ქსოვილების. ამერიკაში ყოველ 36 წამში კვდება ერთი პაციენტი გულისგან. გულით. ხო და ამიტომ თუ ამას პრევენციას გაუკეთებ, ეს არ მოხდება. ანუ იმიტომ რომ თუ როცა მაღალია სიკვდილიანობა, რაღაც დაზიანებები, ეს ხო ურტყამს მთლიანად სახელმწიფოს, რა თქმა უნდა. რადგანაც უკვე უნდა იყოს შრომის უნარიანი, იმიტომ რომ ამიტომაა რომ ნებისმიერი ქვეყანა ხო უყურებენ პირველ რიგში რა დონის მედიცინა, იმიტომ რომ თუ მედიცინა კარგია, ესე იგი ხალხიც არის უფრო ჯანმრთელი, შრომის უნარიანი, მოტივირებული, უფრო და ჯანმრთელობა განაპირობებს ჩვენი ცხოვრების ხალის და ბიზნესს. ხო, ხდება და ამიტომ ამერიკაშიც ესე არის ასეთი ყალბი რაღაცა გავრცელდა თითქოს და ამერიკაში არის აკრძალული და რაღაც აბსოლუტურად არა. უამრავი ცენტრი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამერიკაში, უბრალოდ იქ პატარა ნიუანსია. არა, ამის რეგულირება ხო შეიძლება რა. მაგრამ ნიუანსია ის არის, რომ თუ შენ ამოიღე პაციენტისგან ღეროვანი უჯრედი, შენ შეგიძლია ის იხმარო. ეგრევე ვთქვათ ამოიღე მოამზადე და შეუყვანე ესევე. თუ შენ ამოიღე პაციენტისგან და მერე კიდე დაამუშავე იქ რაღაცა დაუმატე გენეტიკურად რაღაც შეცვალო, მაგას ქვია манипуლირება უკვე და ეს უკვე არ შეიძლება. ასევე თუ შენ ჭიპლარის ხო, ასევე ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები ხო თუ შენ ამოიღე და გაუკეთე მერე შეიყვანე, ეს დაშვებულია, მაგრამ თუ ამოიღე და ისევ რაღაც, იმიტომ რომ ზოგი კომპანია ცდილობს რომ უფრო გააძლიეროს, უფრო იმას აქნას, უფრო მაშინ ეს უკვე არ შეიძლება. და ბევრი ახლა, ნუ ბევრი კი არა, ახლა მაგალითად ფლორიდა, უტა, ვაიომინგი მგონდა სხვა შტატები ემატებიან, რომელიც საერთოდ მთელი შტატები უკვე როგორც გინდა, შენ შეგიძლია ღეროვანი უჯრედების, იმიტომ რომ კანონი გამოცა კონგრესში დამტკიცეს, ეგრეთ წოდებული Cell Freedom Act, ანუ უჯრედების თავისუფლების აქტი, რა ვიცი რაღაც ესე რომ ანუ თუ პაციენტს უნდა რომ იმკურნალოს, ეს საკმარისი არ უნდა კითხონ FDA-ს. FDA-ს არავითარი ძალა არ აქვს, არავითარი გავლენა, ხო? ეს არის იმის თვითონ პაციენტის გადაწყვეტილება. წინათ ამას აკონტროლებდა Big Pharma, ეგრეთ წოდებული, ხო, ძლიერი სუპერ მდიდარი ფარმაკოლოგიური კომპანიები, მაგათ წარმომადგენელი, მათი წარმომადგენელი იჯდა FDA-ს სხდომაზე. ზუსტად, ანუ წარმოიდგინეთ რა დონეზე იყო აი ინტერესების კონფლიქტი და ახლა ახალი მინისტრი რომ მოვიდა კენედი, ხო, ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ გაყარა ისინი რომ დაშოკილი იყო, ეს იმიტომ რომ არ იყო ცნობილი, ჩუმად იყო გაკეთებული, რომ თურმე ისინი ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს და რა თქმა უნდა ისინი ამიტომ ღებულობდნენ თავის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ისინი ხედავენ საშიშროებას რეგენერაციულ მედიცინაში, ხო? ხო, იმიტომ რომ რეგენერაციული მედიცინა თუ იქნება ფარმაცევტულ ბიზნესს გაუჭირდება. და ამიტომ ეს რომ მოეხსნა, რომ გაყარას ისინი და უკვე შეექმნა ეს, ამიტომ უპრობლემო არის. კი, ეს უფრო დიდი და ესეთი თემაა, რომელსაც ახლა ჩვენ ვეღარ მოვზიართ და გაგვიგრძელდა ცოტა გადაცემა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საკითხი იყო, უბრალოდ მე
არ მინდა ისე დავხურო, რო არ ვახსენო, რომ ეს ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციის თემებთანაც, იმიტომ რომ ვიცით, რომ ორგანოების დეფიციტი გვაქვს განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს opt-in სისტემა, ანუ რეალურად ვერ დონორი თავის თუ არ გამოთქვამს და არ გამოჩნდება, ვერ ვშოულობთ ორგანოებს. აქ ზუსტად ლაბორატორიაში შექმნილი გარკვეული ქსოვილები, ორგანოები და შემდეგ ეს იქნება ავტოტრანსპლანტაციის შესანიშნავი, განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა. და აღარ გვექნება ეს გართულებები, კი ბატონო, აბსოლუტურად. რამდენი ორგანა, თირკმლები, ღვიძლი, გული, უამრავი რა. კი ბატონო და აი ყველაზე მეტად მე რაზეც გული მწყდება, ასე თუ ისე ჩვენთან ღვიძლის თირკმლის მეტნაკლებად დონაციაც და ტრანსპლანტაციაც განვითარდა, მაგრამ აი გულფილტვის ნამდვილად ვერ ხერხდება, ხო, გასაგები მიზეზების გამო და ახლა თქვენ რახან კარდიოლოგი ბრძანდებით, კარდიოქირურგი, კი ბატონო, ამ თვალსაზრისითაც მინდა რომ გადაცემა ისე არ დავასრულოთ, რომ არ ვთქვათ რომ ვინიცის თუ რეგენერაციულ მედიცინას ჩვენ განვავითარებთ, ხელს შეუწყობს სახელმწიფო, უნივერსიტეტები, ექიმები, ყველა ვინც ახლა გვისმენს და დაინტერესდება ამ თემით და მართლა დიდი ცენტრი უნდა შეიქმნას, ახლა ამას მარტო ერთი ადამიანი და ერთი კლინიკა. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება ჩემთვის მარტო, ამიტომ ეს სულ ვეძებ მოწყობაში ყველაფერში უნდა დაგეხმაროთ. მაშინ არ არის გამორიცხული, რომ გარდა იმ სასწავლო მეცნიერებების და სუფთა სამეცნიერო პოტენციალის და სასწავლო პოტენციალის გაძლიერებისა, გაძლიერდეს ტრანსპლანტაციის თემაც, იმიტომ რომ თუ მოხერხდება და მივალთ, რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ არა, მაგრამ მალე ძალიან თუ მოსახერხებელი და მისაღები იქნება, რომ შეიქმნას გულის და ფილტვის ტრანსპლანტაცია, ან მათი ნაწილის ყოველ შემთხვევაში ტრანსპლანტაციის ჩატარება იმ სწორედ კლონირებული, ასე ვთქვათ, და მიღებული გამოზრდილი ლაბორატორიაში ბიომასალით, რასაც რეგენერაციული მედიცინა გვაძლევს რის საშუალებასაც, მე ვფიქრობ, ეს უკვე უმაღლესი დონე იქნება, უმაღლესი პილოტაჟი, როგორც გვინდა ხო. აბსოლუტურად. მაგრამ დავასრულებ ისევ იმით, რაც თქვენ ბრძანეთ, რითაც თქვენ დაიწყეთ, რომ ეს რაღაცა კოსმიური, ზღაპრული, ჯადოსნური სამყარო იყო თქვენთვის, როცა თქვენ ამ სფეროში მოხვდით, იმიტომ რომ კი, ეს არ არის მხოლოდ მედიცინა, ეს არის ალბათ რაღაცა უფლის ნების ამოცნობა, მის მიერ მოცემული შესაძლებლობების დანახვა, აღება და გამოყენება ადამიანთა სასიკეთოდ და სასარგებლოდ. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ საინტერესო საუბრისთვის, მობრძანებისთვის. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და იმედს ვიტოვებ, რომ დღეს გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო რეგმედის შესახებ, მისი მიზნების, ამომავლო გეგმების შესახებ და თქვენ გამოგიჩნდებიან პარტნიორები, მხარდამჭერები და ეს ძალიან დიდ ცვლილებებს დაძრავს, როგორც ღეროვანი უჯრედები იწყებს სრულყოფილებისკენ, ასე ვთქვათ, დაძვრას ცვლილებების, აი ესეთი ცვლილებები შეიძლება დაიძრას ჩვენ ქვეყანაში ისეთი მეცნიერებების და მიმართულებების განვითარებით, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე პროგრესულად და წარმატებულად ითვლება და საქართველოს, პატარა საქართველოს, პატარა აფხაზეთიც, რომელშიც ძალიან მალე იმედია დავბრუნდებით, საიდანაც თქვენ ბრძანდებით, ამის მოწმე ყოფილიყო ძალიან მალე. დიდი მადლობა, თავმშვიდობები ჩვენს მაყურებელ საუკეთესო სურვილებით და განვითარებულ ძლიერ პროგრესულ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ. კარგად ძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.